ეთერშია კურიერი 9 საათზე დიანა ჯოჯუასთან, დიმიტრი ობოლაძესთან და ზაალ უდუმაშვილთან ერთად. მომდევნო 1 საათის განმავლობაში კურიერის გუნდი დღის მთავარი თემებისა და მოვლენების შესახებ საღამო მშვიდობისა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები კვლავ იტალიის გუნდს შეხვდება სამხრეთ აფრიკის ქალაქ დურბანში 2010 წლის ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა. პრეზიდენტის მსურველთა განცხადებები მიღებულია, ქვეყნის პირველობა 22 პრეტენდენტს უნდა. საარჩევნო შტაბები უკვე გახსნილია, ოფიციალურად დაიწყო პრეზიდენტობის კამპანიაც. ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებს, მიხეილ მაჭავარიანი კი პარლამენტის სპიკერია. განცხადებები შეტანილია 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატთა რაოდენობის მიხედვით რეკორდი მოიხსნა ქვეყნის პირველი პირის სავალძლისთვის 22 კანდიდატი იბრძვის. განცხადებების მიღების საბოლოო ვადა დღეს 6 საათამდე იყო. თუმცა პრეზიდენტობის სურვილი საქართველოში იმდენი აღმოჩნდა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადების მიღება 6 საათის შემდეგაც განაგრძო ნაცნობი და უცნობი კანდიდატები. ბოლო ვინც საქართველოს პრეზიდენტობისთვის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა, კაკაბეთელი ალთანდილ ფილაური იყო. კანდიდატების განაცხადების მიღებას დღეს ნატო მახვილაძე ესწრებოდა და ის პირდაპირ ეთერში საუბრობს, ნატო გისმენთ. დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან საკმაოდ გრძელი რიგები იდგა. საბოლოოდ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 განაცხადი მიიღო, მსგავსი მასშტაბის სია ჯერჯერობით ცენტრალურ კომისიაში არ შესულა. ფილაური კაკაბეთი. ავთანდილ ფილაური პრეზიდენტობის მსურველებს შორის ბოლო იყო, რომელმაც საღამოს 6 საათზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანა. კაკაბეთიდან თბილისში ჩამობარგებულ ფილაურს ქვეყნის პირველობა უნდა. პირველად აცხადებს პრეტენზიას პრეზიდენტობაზე დროებით უმუშევარი ისტორიკოსი ცერცვაზე, რეჟისორი გიორგი გახოკიძე და აზერბაიჯანელი ბიზნესმენი ფაზილ ალიევი, ასევე დროებით უმუშევარი აგრონომი შალვა კუპრაშვილიც. ხალხს პირდებით იმას, რომ ყველა დარგში დაიდება მეცნიერულად დასაბუთებული ეროვნული კონცეფცია. 22 კაციან პრეზიდენტობის მსურველთა სიაში სტაჟიანი კანდიდატებიც მოხდნენ. ავთანდილ მარგიანი და მწვანეებიდან გიორგი გაჩეჩილაძე საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს. უკვე მეორედ საპრეზიდენტო მარათონს ირინა სარიშვილი და თემურ შაშიაშვილი შეუერთდნენ. ქართლოს ღარიბაშვილი კი საკუთარ შანსებს ისევ ტრადიციულ ატრიბუტს უკავშირებს. შანსები რა ვიცი, ჩიბუხს ვეძები და ალბათ მოაქვს. ყველაზე მრავალრიცხოვანი ამალა ბადრი პატარკაციშვილის განაცხადს ახლდა. ბიზნესმენის სურვილის დარეგისტრირება საინიციატივო ჯგუფის სრულმა შემადგენლობად მითავა. არსებობს ბატონი ბადრის წერილობით თანხმობა, რომლის თანახმაა კენჭი იყაროს საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე და ბუნებრივია ყველა პროცედურა, რაც შემდგომში გათვალისწინებული, შესრულდება საინიციატივო ჯგუფის მიერ. თუმცა დაარეგისტრირდა ოფიციალურად ჩაერთვება საარჩევნო კამპანიაში, მას მერე ჩამოვა. როგორ ფიქრობთ, რა შანსები აქვს მას? მე მგონი ძალიან მაღალი. დავით გამყრელიძის თანხმობა ჩაერთო საპრეზიდენტო მარათონში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მამუკა კაციტაძე მაცნობა. ერთიანი ეროვნული საბჭოს კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის განაცხადი კი პარტია თავისუფლებამ წარადგინა. ეს იყო ბატონი ლევანის სურვილი და ჩვენ კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ პოლიტიკური მოძრაობა თავისუფლება ყოველთვის მოქმედებს საერთო ინტერესებიდან. წარვადგინეთ ახალი მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატი ბატონი დავით გამყრელიძე, უფრო ზუსტად მომავალი პრეზიდენტი, ალბათ ასე უნდა ითქვას. დარწმუნებული ხართ, რომ შანსები ამდენად დიდია? მე დარწმუნებული ვარ ამ მრჩევლში და მის გონიერებაში. ცესკოში ლიდერის განაცხადის შეტანას მინი აქციაც მოაყოლეს ლეიბორისტებმა და მთავარი კონკურენტის საარჩევნო სიიდან ამოღებაც მოითხოვეს. საკუთარი განაცხადის შეტანა არავისანდო გია მაისაშვილმა და CSKO-დან მხარდამჭერთა შესავსების სიის ბლანკები თავად გამოიტანა. მაჩანჩალებიდან ფეხზე დადგომა, თანამედროვე ეკონომიკის, თანამედროვე განათლების სისტემის და სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადოების აღშენებლობა. მე ამის სპეციალისტი ვარ. აი ამ რეალობის, აი ამ წარმოდგენის რეალობად ქცევა გვინდა. ყველაზე ადრე არჩევნებში მონაწილეობაზე განაცხადი CSKO-ში მიხეილ სააკაშვილის დობით აღჭურულმა პირმა შეიტანა. პრეზიდენტობის კანდიდატის ხელმოწერილი დოკუმენტი კომისიამ დილით 11-ის ნახევარზე მიიღო. პრეზიდენტობის მსურველებმა 10 დღის ვადაში უნდა წარმოადგინონ 50,000 კაციან მხარდამჭერთა სია. ამის შემდეგ ამ სიის კანონიერებას შეისწავლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და უკვე ამ პროცედურის შემდეგ მოხდება მათი კანდიდატად დარეგისტრირება. როგორც ხედავთ, საკმაოდ ბევრი ნაცნობი და ცოტა არ იყოს მიუწყებული სახელებიც გვაქვს. ყველა ამ საბუთების გადამოწმება მოხდება ხვალ. ზოგიერთ მათგანს უკვე შეიძლება ითქვას, რომ რაღაც გარკვეული
ნაკლოვანებები აქვს, მაგრამ მათ მიეცემა დრო ყველა კანდიდატს რომ ეს ნაკლოვანებები გამოასწორონ. გარდა ამისა, როგორც თქვენ იცით, მათ აქვს კიდე დარჩენილი 10 დღე იმისთვის, რომ მოაგზავნონ 50,000 ხელმოწერა, როგორც მინიმუმ. უკვე ყველა ამ პროცედურის გავლის შემდეგ შესაძლებელი იქნება რომ მოხდეს კენჭისყრა, ანუ კენჭისყრა იმის საფუძველზე რომ თითოეულ მათგანს დაურიგდეს ის სარეგისტრაციო ნომერი, რომლითაც ის წარდგება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. დიდი მადლობა ნატო, პირდაპირ ეთერში ნატო მახვილაძე საუბრობდა. განცხადებების მიღება დასრულებულია და პრეზიდენტობის კანდიდატების საბოლოო სია ასე გამოიყურება. მიხეილ სააკაშვილი ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, დავით გამყრელიძე ახალი მემარჯვენეები, ლევან გაჩეჩილაძე პარტია თავისუფლება, ერთიანი ეროვნული საბჭო, შალვა ნათელაშვილი ლეიბორისტული პარტია. არკადი ბადრი პატარკაციშვილი საინიციატივო ჯგუფი, გიორგი მაისაშვილი საინიციატივო ჯგუფი, ასევე საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა გიორგი გაჩეჩილაძე და ირინა სარიშვილი. გიორგი შერვაშიძე საინიციატივო ჯგუფი, ავთანდილ მარგიანი ერთიანი საქართველოსთვის, თამაზ ბიბილური 9 აპრილის საზოგადოება, ფაზილ ალიევის საინიციატივო ჯგუფი. ქართლოს ღარიბაშვილი პარტია, საქართველოს ადვოკატები, შალვა კუპრაშვილი საინიციატივო ჯგუფი, შალვა ცერცვაძე საინიციატივო ჯგუფი და გიორგი ყორღანაშვილი საინიციატივო ჯგუფი. ასევე საინიციატივო ჯგუფებმა წარადგინეს თემურ შაშიაშვილი, გია ჩხიკვაძე, ლევან ქიძინიძე, გიორგი გახოკიძე, არჩილ იოსელიანი, ავთანდილ ფილაური. კანდიდატებმა განაცხადები შეიტანეს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა მათგანი რეგისტრაციას გაევლის კანდიდატის სტატუსის მისაღებად პრეზიდენტობის სურვილებმა რამდენიმე აუცილებელი პროცედურა უნდა გაიარონ. დღეს CSCOM 5 იანვრის არჩევნების ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში თითოეულმა კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის ფონდი უნდა გახსნას. თუმცა მანამდე ყველა კანდიდატს 50,000 ხელმოწერის შეგროვება და CSCO-ში წარდგენა მოუწევს. პრეზიდენტობის კანდიდატებს საარჩევნო კომისია რეგისტრაციაში 11 დეკემბერს გაატარებს. არჩევნების დღეს კენჭისყრის პროცედურა დილის 8 საათზე დაიწყება და საღამოს 6 საათზე დასრულდება. 5 იანვარს 20 საათამდე იკრძალება არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. CSCO-ში განცხადებების შეტანის შემდეგ უკვე საარჩევნო შტაბების დაკომპლექტება დაიწყო დეკემბრის თვეში. პოლიტიკურად ყველაზე აქტიური საბურთალო იქნება ამ რაიონში. ერთდროულად 3 კანდიდატის მაისაშვილის და 2 გაჩეჩილაძის შტაბებია გახსნილი. ბადრი პატარკაციშვილის საკუთარი რეზიდენციიდან წარმართავს წინა საარჩევნო კამპანიას. დანარჩენმა პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარ ოფისებში გადაწყვიტეს დარჩენა. თითქმის ყველა შტაბს უკვე თავისი ხელმძღვანელი წავს. მის მიანდეს ლიდერებმა წინა საარჩევნო მარათონის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ამის შესახებ ნათია გოგსაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. ძველი მეგობრები და გამოცდილი პარტნიორები. სწორედ აი ამ ნიშნით შეარჩიეს პრეზიდენტობის მსურველებმა თავიანთი საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელები. დღეს იყო არამხოლოდ დამთხევა გვარებს შორის, არამედ დაემთხვა არამხოლოდ ადგილი საარჩევნო შტაბების, ასევე დაემთხვა გაჩეჩილაძეების შტაბების საპრეზენტაციო დროც. სამენოვანი იქნება, ეს იქნება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. შესაბამისად, ყველას ექნება საშუალება, რომ თქვათ, როცა იციან ვინაა საქართველოს თქვათ პრეზიდენტობის კანდიდატი უცხოეთში, ნებისმიერი ინფორმაცია, მისი ბიოგრაფია, მისი ახლების საპრეზიდენტო კანდიდატს ერთ კვირაში საკუთარი ვებგვერდი ექნება. მანამდე კი დავით გამყრელიძის საარჩევნო კამპანიის ყველა დეტალი შტაბის უფროსთან თანხმდება. შესაძლოა დავით საგანელიძემ კორექტივები ყრილობაზე გამოცხადებულ სლოგანშიც შეიტანოს. შემთხვევით ღმერთი მძიმე შეგვწევს ძალად. ლოზუნგში ჩემი აზრით აი დათი ხარ უყურებ შეიძლება იყოს უფრო ისეთი რა ქვია არასწორი. არის მამაზე შვიდობის ხელებია ეს. ლევან გაჩეჩილაძემ საკუთარი კაბინეტი 7 ნოემბრის ფოტოკოლაჟით გააფორმა. ერთიანი ეროვნული საბჭოს საარჩევნო შტაბს გოგა გუმცაძე უხელმძღვანელებს. საქართველოს სააკაშვილის გარეშე ძველ ლოზუნგს ერთიანმა საბჭომ შესაძლოა ახალიც დაუმატოს. მის საარჩევნო კამპანიას კი უცნობმა ახალი პოლიტიკური კლიპი მიუძღვნას. მიფიქრია კიდევაც და რაღაც რამოდენიმე სიმღერა მაქვს კიდევაც თავი გამზადებული და ისე როგორც გახდება პრეზიდენტი, თვითონ იქნება ინიციატორი საპარლამენტო რესპუბლიკის საპარლამენტო წყობაზე გადასვლის, კონსტიტუციური ცვლილებების და მას შემდეგ რაც ქვეყანაში საპარლამენტო მმართველობა ჩამოყალიბდება, ეს მოხდება მისი გამარჯვებიდან რამოდენიმე თვეში, ის დატოვებს თანამდებობას. გამარჯვებაში დარწმუნებულია თავად გაჩეჩილაძეც. მას ჯერა რომ საქმე მეორე ტურამდეც არ მივა. მოვიდა პირველ ტურში. ბადრი პატარკაციშვილის შტაბის ოფიციალური პრეზენტაცია დღეს არ ყოფილა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ჯერჯერობით ვალერი გელბახიანი ხელმძღვანელობს, ბიზნესმენის სასახლეში განთავსდება. მე არ გამორიცხავ, რომ ეს შენობა დარჩეს შტაბის შენობა.
თუ მაგალითად ასე გადაწყვეტს თვითონ კანდიდატი, ხო? და ან შტაბის წევრები. ხო, მე მაგალითად მეუხერხულება, იმიტომ რომ მირჩენოდა უფრო სხვა პირობებში და სხვა სიტუაციაში გარემოში. არის ჩემი უახლოესი მეგობარი და ჩემი დორი დაღჭურები. არჩევნებამდე 53 დღით ადრე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ჟურნალისტებს თავად საპრეზიდენტო კანდიდატმა წარუდგინა. ლიდერთა სკოლის ლიდერს გივი გიგაური ქვეყნის პირველი პირობისთვის ბრძოლაში დაეხმარება. ამ პერიოდში ვაკეთებთ 50,000 ხელმოწერას, რომელიც ყველაზე უფრო სწრაფად უნდა გაკეთდეს და ვფიქრობთ, რომ რამოდენიმე დღეში ეს გვექნება უკვე მზად. განსხვავებით გინება საქმე არ შველის. ჩვენ გვინდა იმის მიტანა საზოგადოებამდე, თუ როგორ შენდება სახელმწიფო. ერთ-ერთი კანდიდატის მოგვარემ გიორგი გაჩეჩილაძემ დიდხანს იფიქრა იდენტური გვარით ამორჩეველი არ დაებნია, მაგრამ ბოლოს საკუთარი კანდიდატურა მაინც წამოაყენა. ინტენსიურად დაიწყო კლონირება პრეზიდენტობის კანდიდატებისა ქვეყანაში. მე არ ვიცი ახლა რამდენია უკვე ზოგი ამბობს 9 არის, ზოგი ამბობს 10, ზოგი 12. საბედნიეროდ დღეს თავდება ეს პროცესი და იმედი მაქვს, რომ რაღაცა ნიშნულზე გაჩერდება. საარჩევნო შტაბი ოფიციალურად ჯერ არ გაუხსნია პრეზიდენტობის კიდევ ერთ კანდიდატს ირინას არიშვილს. ლეიბორისტების მუდმივი ადგილსამყოფელი ისევ საკუთარი ოფისი იქნება. საარჩევნო შტაბი დიდი ხანია გახსნილია ქვეყნის გადარჩენის და ამხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრალურ ოფისში და ეს შტაბი გააგრძელებს ფუნქციონირებას მუდმივად, რათა დაიცვას მოქალაქეთა ინტერესები და დაიცვას ამ ხელისუფლების აგრესიისაგან ჩვენი ქვეყანა. რამდენიმე დღეში საარჩევნო შტაბის პრეზენტაციას გეგმავენ ნაციონალები. სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიას სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანი უხელმძღვანელებს. სავარაუდოდ მომავალი კვირა მთლიანად დაეთმობა პრეზიდენტობის კანდიდატების შტაბების პრეზენტაციას, ვინაიდან პრეზიდენტობის სურვილი საკმაოდ ბევრია, მათგან ჯერ მხოლოდ ნახევარმა მოახდინა თავიანთი საარჩევნო ოფისის პრეზენტაცია. პირდაპირ ეთერში ნათია გოგსაძე საუბრობდა, მადლობთ ნათია. 5 იანვარს დააგნუტებიც კიდევ ერთი კითხვა დაემატება პრეზიდენტის ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება ბიულეტენში პირველი კითხვა საპარლამენტო არჩევნების თარიღი შეეხება და მოსახლეობა უნდა გადაწყვიტოს არჩევნები გაზაფხულზე გაიმართება თუ შემოდგომაზე. მეორე კითხვას კი დაახლოებით ასეთი ფორმულირება ექნება: გსურთ თუ არა რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანდეს? გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება პლებისციტის დანიშვნის შესახებ. შეგახსენებთ, რომ საერთო სახალხო გამოკითხვა პლებისციტი დაინიშნა 2008 წლის 5 იანვარს და მასზე გამოტანილი იქნება ორი საკითხი. პირველი, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდა საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე თუ 2008 წლის გაზაფხულზე. მეორე, უჭერენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ნატო. დღეიდან ქვეყნის პირველი პირის მოვალეობას ნინო ბურჯანაძე ასრულებს და პირველი მიმართვა მოსახლეობას ბურჯანაძე საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებამდე სიმშვიდისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საკუთარი გადაწყვეტილება ყველამ 5 იანვარს საარჩევნო უბანზე უნდა გამოხატოს. მოგესალმებით და მინდა რამდენიმე სიტყვით მოგმართოთ. მას შემდეგ, რაც გადადგა საქართველოს პრეზიდენტი, მე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მეკისრება ვალდებულება შევასრულო პრეზიდენტის მოვალეობა საარჩევნო პერიოდში. ეს უკვე მეორედ ხდება საქართველოს უახლოესი ისტორიის მანძილზე, როდესაც საკმაოდ რთულ ვითარებაში, არაორდინალურ ვითარებაში მე მეკისრება მოვალეობა შევასრულო ქვეყნის დროებითი პრეზიდენტის ფუნქციები. ძნელად წარმომედგინა, რომ ეს ვითარება კვლავ გამეორდებოდა და ძალზედ სამწუხაროა, რომ იმ რთული ვითარების ფონზე, რომელიც შეიქმნა საქართველოში რამდენიმე დღის წინ, ჩვენ იძულებულნი გავხდით მიგვეღო გადაწყვეტილებები, რომლებიც ბუნებრივია კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან მნიშვნელოვან გზის გასაყარზე. დღეს საქართველოს მოსახლეობა არის ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე. თითოეული ჩვენგანი ვართ უზარმაზარი გამოცდის წინაშე. უპირველეს ყოვლისა, გაუძლოთ ნებისმიერ ცდუნებას, რომ ალყოთ ემოციებს. არ ვიყოთ და არ ვიაზროვნოთ ცივი გონებით. არ ვიყოთ სრულად პასუხისმგებლობის გრძნობით ახსავსენი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნისათვის ამ მართლაც ისტორიულ მომენტში ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ერთად ნებისმიერი პოლიტიკური სიმპათიის მქონე ადამიანმა. ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის,
რომ ქვეყანა იყოს სტაბილური, ქვეყანამ შეინარჩუნოს ნორმალური პოლიტიკური რეჟიმი, ქვეყანა ცხოვრობდეს ნორმალურ საარჩევნო გარემოში და 5 იანვარს თითოეული თქვენგანი მივიდეს საარჩევნო ყუთთან და ნორმალურ დემოკრატიულ პროცესში გააკეთოს არჩევანი თავისი ქვეყნის მომავალი განვითარების, თავისი ქვეყნის მომავალი წარმატების სასარგებლოდ. მე როგორც საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და როგორც საქართველოს მოქალაქე ნინო ბურჯანაძე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ თქვენ არჩევნების წინა პერიოდში ნორმალურ, სტაბილურ, დემოკრატიულ გარემოში ცხოვრობდეთ. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ, სამართლიან, სტაბილურ გარემოში და რომ არჩევნების დემოკრატიულობასა და სამართლიანობაში არავის, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არავითარი ეჭვი არ გაუჩნდეს. ამისათვის საჭიროა ყველას ერთობლივი ძალისხმევა. მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას დიალოგისაკენ. მოვუწოდებ, რომ ჩვენ კვლავ დაუბრუნდეთ დიალოგის რეჟიმს და მოლაპარაკების მაგიდას იმისათვის, რომ წინა საარჩევნო პერიოდი მართლაც ნორმალურ პოლიტიკურ რეჟიმში წარიმართოს. მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, რომ კარგად აწონ-დაწონოს, ვიდრე საარჩევნო ყუთთან მივა. ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც მას საბოლოო არჩევანს გააკეთებინებს. ბუნებრივია თითოეული თქვენგანი იფიქრებს იმაზე, რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში, რა იყო იმის მიზეზი, რომ დაინიშნა რიგგარეში არჩევნები და რა უნდა გაკეთდეს ხვალ იმისათვის, რომ ქვეყანა დემოკრატიული, წარმატებული და ისეთი რისეული იყოს, როგორც ეს თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, თითოეულ ქართველს შეეფერება. წინა პერიოდში არსებობდა შეცდომები, მაგრამ მე მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს თავისი არჩევანის გაკეთების დროს, იმ პერიოდში, რომელიც წინა საარჩევნო პერიოდია, აუცილებლად იფიქროს იმის თაობაზე, რა უფრო მეტი იყო ამ ქვეყანაში ამ პერიოდის განმავლობაში. წარუმატებლობა თუ წარმატება, შეცდომა თუ სწორად გადადგმული ნაბიჯები. ის კურსი, რომელიც ქვეყანამ აირჩია, ურყევია, ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სვლა ევროატლანტიკური და დემოკრატიული ფასეულობებისაკენ და მე ამაში თითოეული თქვენგანის, თითოეული ადამიანის, საქართველოს თითოეული მოქალაქის ძალიან დიდი თანადგომის და ძალისხმევის იმედი მაქვს. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებელი, მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ მთავრობის ყველა რგოლი, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა მუშაობდეს წარმატებულად, მუშაობდეს ეფექტურად და არც ერთმა ადამიანმა არ იგრძნოს გარდამავალი ეტაპის სირთულე. მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ქვეყანამ გაუძლოს ამ კიდევ ერთ ძალიან დიდ გამოცდას. ბევრი გამოცდისთვის გაუძლია საქართველოს და საქართველოს მოსახლეობას. მე იმედი მაქვს, რომ ეს გამოცდაც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ჩვენგანის მიერ წარმატებულად და ქვეყნის სასიკეთოდ იქნება ჩაბარებული. დიდი მადლობა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოს პირველი პირის მოვალეობის შესრულება ნინო ბურჯანაძეს უკვე მეორედ უწევს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამ და ქვეყნის მართვა სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეს ევალება, თუმცა ნინო ბურჯანაძე ამ პერიოდში არც კაბინეტის და არც შენობის გამოცვლას აპირებს. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ პრეზიდენტის საპარლამენტო ფლიგელს დაიკავებს, ისიც ოფიციალური შეხვედრების დროს. რა ვითარებაში მოუწევს მუშაობა მთავრობას და პარლამენტს არჩევნებამდე, ამის შესახებ გიორგი კეპულაძე საუბრობს პირდაპირ ეთერში. საქართველოს პარლამენტი, როგორც წესი, არჩევნების წინ გადადის საგანგებო რეჟიმზე, იმართება მხოლოდ საგანგებო სხდომები, თუმცა როგორც პარლამენტში გეგმავენ, ეს იქნება დაახლოებით 5-6 სხდომა მომავალი პრეზიდენტის არჩევამდე, რაც შეეხება ნინო ბურჯანაძეს, ის უკვე მეორედ იწყებს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 4 წელიწადში. შესაბამისად, ის არ დატოვებს პარლამენტის შენობას, თუმცა იქიდან უხელმძღვანელებს საქართველოს. დავჭა კანონპროექტები, რომელიც აუცილებლად უნდა განვიხილოთ, მე მინდა გთხოვთ ძალიან მობილიზებულად ვიმუშაოთ ჩვენ. ბიუროს სხდომას უკვე მიხეილ მაჭავარიანი ატარებს. ვიცე-სპიკერმა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დღეიდან დაიწყო. თავად საკანონმდებლო ორგანო კი მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს, ისევე როგორც ყველა არჩევნების წინ. უახლოეს რამდენიმე კვირაში პარლამენტი მხოლოდ საგანგებო სხდომებზე შეიკრიბება. ჩვენ სადღაც 5-6 სესიის ჩატარება მოგვიწევს, მათ შორის მოგვიწევს ამ კვირაში საგანგებო სხდომის ჩატარება.
იქნება. ბუნებრივია, რომ პარლამენტში წარმოდგენილი პირები არიან კონკრეტული ამა თუ იმ კანდიდატის მხარდამჭერები და შესაბამისად ისინი სრულად იქნებიან ჩაბმული წინასაარჩევნო კამპანიაში. აქედან გამომდინარე, ძირითადი აქცენტი ყველა შემთხვევაში არის სწორედ წინასაარჩევნო კამპანიაზე. ამ კაბინეტს დროებით პარლამენტის თავმჯდომარე დაიკავებს. ნინო ბურჯანაძე კანცელარიის მე-11 სართულზე გადასვლას არ აპირებს და უფლებამოსილების განხორციელებას მხოლოდ პარლამენტის საპრეზიდენტო ფლიგელში გეგმავს. მიზეზად დროის სიმცირე და დოკუმენტების სიმრავლე სახელდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის დროებითი ფუნქცია, იცით თქვენ, იქიდან გამომდინარე, რომ დაცული იყოს ის ატრიბუტიკა და სიმბოლიკა, რომელიც თან ახლავს პრეზიდენტის ინსტიტუტის საქმიანობის განხორციელებას, სწორედ ის საქმიანობას განახორციელებს პრეზიდენტის ფლიგელში. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს არ შეუძლია ტერიტორიული თვითმმართველობის ადგილობრივი თვითმმართველობის გაუქმება და მინისტრებთან დაკავშირებით საკადრო გადაწყვეტილებების მიღება განთავისუფლება მხედველობაში, ასევე პარლამენტის დათხოვნა და ამავდროულად მთელი გარკვეული შეზღუდვები არის. ყველა სხვა შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებელი ახორციელებს იმავე უფლებამოსილებას, სადაც საქართველოს პრეზიდენტი. ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობას მეორე დასრულებს. მას პირველი პირის სავარძელი 2003 წლის 23 ნოემბრიდან 25 იანვრამდე უკვე ეკავა. შევარდნაძის გადადგომის შემდეგ კონსტიტუციის მიხედვით ბურჯანაძეს პრეზიდენტის უფლებამოსილება დაეკისრა. ამ რანგში მაშინ პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრაც გამართა, მათ შორის ვლადიმერ პუტინთან. ჩემს თავზე ვიღებ შესაბამისი ფუნქციების განხორციელებას, რასაც მე მავალებს საქართველოს კონსტიტუცია, რასაც მე მავალებს საქართველოს კანონმდებლობა, რასაც მე მავალებს ჩემი ქვეყნის, ჩემი ხალხის ინტერესები. მეორე ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტის მოვალეობას დღეიდან უпроსტად კი მას შემდეგ შეუდგა რაც საარჩევნო კამპანიის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. იცით რომ ვიწყებთ საარჩევნო კამპანიას ხვალიდან პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს პრეზიდენტის მოვალეობას 40 დღის განმავლობაში და მე ვიქნები ჩართული საქართველოს პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაში. ჩვეულ თუმცა უფრო დაძაბულ რეჟიმში იმუშავებს საქართველოს მთავრობა. პრემიერ-მინისტრმა უახლოესი მთავრობის ხდომა უკვე დანიშნა. პირველად გურგენიძის კაბინეტი სახელმწიფო კანცელარიაში 2 დღეში შეიკრიბება. რა რეჟიმში განაგრძობს მთავრობა მუშაობას? ჩვეულებრივად დაძაბულ რეჟიმში, ანუ არანორმირებული სამუშაო დღე ბუნებრივია. მოსულები არიან ყველა სამინისტროდან და ეს იქნება მანამ, ვიდრე ახალ არჩეული პრეზიდენტი არ დადეს თავის ფიცს. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ მთავრობა ოფიციალურად გადადგება. მინისტრთა ახალი კაბინეტი პარლამენტმა ისევ ხელახლა უნდა დაამტკიცოს. ქვეყნის პირველი პირის მოვალეობის შესრულებას შეწყვეტს ნინო ბურჯანაძეს და თავის პოსტს დაუბრუნდება. მანამდე კი მას თითქმის სრული უფლებამოსილება აქვს იგივე, რაც საქართველოს პრეზიდენტს ნინო ბურჯანაძემ უკვე დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება. ეს ხო გიორგი კეპულაძე, გმადლობთ გიორგი, კურიერი კი პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დაბრუნდება. კურიერი პირდაპირ ეთერში ბრუნდება. ქართულ მედიცინაში მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში აპრობირებული მონანიების ინსტიტუტი მკვიდრდება ინიციატივის თანახმად მკურნალობის ეს დაშვებული შეცდომების აღიარების სანაცვლოდ ანონიმური რჩება ექიმის ვინაობა. შეცდომები კი ერთ კრებულში მოთავსდება და სახელმძღვანელო სახით გამოიცემა. ინიციატივის ავტორი სხვადასხვა უწყებაში გადის კონსულტაციას და არ გამორიცხავს, რომ კანონში გარკვეული შესწორებაც შევიდეს. ყველა შეცდომა, რომელიც იქნება სამედიცინო შეცდომა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ამის მანიფესტირება და უნდა გავხადოთ ეს, ვთქვათ, სამსჯავრო. შეცდომების აღიარება მალე ყველა ექიმს მოუწევს. საზღვარგარეთ აპრობირებული მონანიების ინსტიტუტი ფუნქციონირებას საქართველოშიც დაიწყებს. ფურცელზე დაწერილი სამედიცინო შეცდომების შეიკრიბება და წლის ბოლოს წიგნად გამოიცემა. წიგნში შესული ყველა ავტორის ვინაობა ანონიმურია. გულწრფელობის სანაცვლოდ მედიკოსები კანონში ცვლილებებს მოითხოვენ. კანონი უნდა იყოს შესული, სადაც იქნება აღნიშნული, რომ ექიმი, რომელიც აღიარებს ამ შეცდომებს, გარანტია უნდა კონდეს ამ ექიმს იმისათვის, რომ იმას, ვთქვათ, რაღაც მის წინაშე არ განხორციელება, ვთქვათ, რაღაც ღონისძიება კანონით გათვალისწინებული. ექიმი უნდა დავიცოთ, ის სოციალურად უნდა იყოს დაცული. რაც რამოდენიმე კრიტერიუმით ისაზღვრება სოციალური დაცვა და ერთ-ერთი არის მისი პროფესიული რისკის დაცვა. მონანიების ინსტიტუტის შექმნის იდეა პარლამენტარ გიორგი გეგელაშვილს ეკუთვნის. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მიიჩნევს, რომ მედიკოსების დასჯამ სამედიცინო უწყებაში შეცდომის აღიარების შიში გააჩინა. ინიციატივის ავტორი კანონპროექტის შექმნამდე კონსულტაციებს სხვადასხვა უწყებებში გადის და კანონში შესატან ცვლილებებზეც ფიქრობს. ექიმს არ დასჯიან იმისათვის, რომ მან შეცდომა დაუშვა. მით უმეტეს, თუ ექიმის აღიარებული ფაქტები გამოიყენა ვინმე ექიმის საწინააღმდეგოდ, მას დასჯის კანონი. შესაბამისად, ექიმი იქნება თავისუფალი აზროვნებაშიც და აღიარებაშიც.
აღიარების ანონიმურობისა და მონანიების ინსტიტუტის დაარსების საწინააღმდეგო არაფერი აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებში. ჯანდაცვის ომბუდსმენი, რომელიც ექიმებისა და პაციენტების უფლებებს იცავს, აცხადებს, რომ ინიციატივა ექიმების მონანიებაზე საინტერესოა, მაგრამ ჯერ კიდევ დასახვეწი. პრინციპში ეს იქნება ალბათ პაციენტის უფლების დარღვევა, იმიტომ რომ მას აქვს უფლება ყოველთვის გაუწიოს წინააღმდეგობა, უბრალოდ წარმოადგინოს ეს ყველაფერი, წარადგინოს თავისი სარჩელი, თუნდაც საჩივარი ჯანდაცვის ომბუდსმენთან, ან კიდევ სარჩელი სასამართლოში და მას აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლება. ექიმების შეცდომებზე საქართველოში წელიწადში 250-მდე საჩივარი იწერება. მონანიების ინსტიტუტის დაარსების შემთხვევაში ექიმების აღიარებითი ჩვენების დაწერას კანონი დაავალდებულებს. სამომავლობის ვეტერანები და უსინათლოები 1 დეკემბრიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე უფასოდ იმგზავრებენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ დღეს მიიღო. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ეს არ უკავშირდება წინასაარჩევნო კამპანიას და ვეტერანებისა და უსინათლოებისთვის შეღავათების დაწესებაზე თბილისის ხელმძღვანელობა დიდი ხანია მუშაობს. თბილისის საკრებულომ დღეს მიიღო გადაწყვეტილება დაევალოს მთავრობას მიიღოს შესაბამისი ზომები და შესაბამისი გადაწყვეტილებები იმისათვის, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა დაუყოვნებლივ აღსრულდეს და 1 დეკემბრიდან მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა და უსინათლოებმა მეტროთი და ავტობუსით იმგზავრონ უფასოდ. სოციალურ შეღავათებთან დაკავშირებით ლეიბორისტები განცხადებას აკეთებენ. მათი თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი შალვა ნათელაშვილს ბაძავს და ამ ფორმით ცდილობს საომრჩევლების ხმების მიღებას. ლეიბორისტები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლება შეღავათებს, გააუქმებს და ტარიფებს ორჯერ გააძვირებს. სააკაშვილმა კვლავ გადაწყვიტა ნათელაშვილობა, დაიწყო შეღავათების დაწესება ტრანსპორტზე, სხვა სოციალურ ჯგუფებზე ათასნაირი ასე ვთქვათ შეღავათები მოიგონა იმისათვის, რათა ხელმეორედ დაიკავოს პრეზიდენტის პოსტი და ეს დაპირებები გაქრება შარშანდელი თოვლივით და პირიქით მოხდება ამ ტარიფების გაორმაგება, გასამაგება. თბილისის მერიის ახალი ინიციატივა მოსახლეობას საშუალება აქვს დედაქალაქის ბიუჯეტის დაგეგმვაში მიიღოს მონაწილეობა თბილისელებს საკუთარი მოთხოვნებისა და მოსაზრებების გამოხატვა კითხვარებში შეეძლებათ. შევსებულ ბლანკებს მერიის სპეციალური კომისია შეისწავლის და მოქალაქეების სურვილები ბიუჯეტის დამტკიცების დროს იქნება გათვალისწინებული. თბილისელები შეტყობინებას ქალაქის მერიას უგზავნიან. სპეციალურ კითხვარებში ყველა საკუთარ პრობლემებზე წერს და ცდილობს თბილისის მთავრობას გააგებინოს, რა აწუხებს ყველაზე მეტად. უნდა დაждდეს და გადახედოს ყველა აზრი, ყველა ხალხის აზრი უნდა გაითვალისწინონ. თუ გადახედონ და შეასრულონ მათი მოთხოვნები. წყლისაგან არის დაკბურული ეს ბინა არის საერთოდ ესე იგი როგორც მაგათაც ძეგლთა დაცვის ბინა ითვლება ასე რომ ერთი აგურის გამოღება არ შეგიძლია და თვითონ კი მთავრობა ანგრევს. მერიის ყუთები ქალაქის ყველა მეტროს სადგურის ამოსასვლელთან დამონტაჟდება. შეიქმნება მოძრავი ყუთებიც, რომლებსაც თბილისის სხვადასხვა რაიონში ატარებენ. ასფალტია დასაგები, კრიშა მისი სახურებია შესაკეთებელი და ჯოლობებია გასაკეთებელი. ჩვენ გვაწუხებს უბრალოდ корпуსის, ესე იგი ავკარგიანება, ასფალტია დანგრეული. თბილისელების მიერ დაწერილ პრობლემებს მერიაში სპეციალური კომისია შეისწავლის. 2008 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები სწორედ მოქალაქეების მოთხოვნების საფუძველზე გაიწერება. ერთ-ერთი ასეთი სურვილების 5 დღეს ისანში თბილისის მერმა თავად მიიტანა. მოდით, თქვათ, დავწეროთ, მოგვაწოდეთ და გავითვალისწინებთ. გაისათ უკვე ამ საკითხებს ჩვენ ავსახავთ თითოეული რაიონის გამგეობის ბიუჯეტში და უკვე გამგეობები იქნება პასუხისმგებელი და მერია ბუნებრივია ზედამხედველი იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც იქნება თქვენს მიერ დაყენებული. იქნება უმრავლობითად სოციალური საკითხები, რომელიც სოციალური ბიუჯეტით იქნება უკვე განსაზღვრული და გათვალისწინებული. გოლია. ახალი პროექტის პრეზენტაცია იშსანის სამგორის რაიონში მოეწყო. აქ თბილისის მერმა ბოლო 1 წლის განმავლობაში 47 ახალი სპორტული მოედანი გახსნა. ჩვენ არ გქონდა მხოლოდ ფუფუნება, რომ ესეთ მოედანი ყოფილიყო და გავსულიყავით დილავიდან საღამოთგო თამაში. კუჩის ფეხბურთიდან მოდის დიდ ფეხბურთში ფეხბურთელები და ამიტომ ეს რაც მეტი იქნება უბნებში, რაიონებში, მით მოგეთესია და ჩვენ ესე იგი მოვალ შევსებას მივიღებთ აი ამ კუჩის ფეხბურთიდან. მერიის ყუთები მეტროს სადგურებთან 2 კვირის განმავლობაში იდგება. სწორედ ამ დროში უნდა მოასწრონ დედაქალაქის მცხოვრებლებმა საკუთარი სურვილების გამოხატვა და თბილისის მთავრობისთვის გაცნობა.
ახალი მემარჯვენეების პრეზიდენტობის კანდიდატმა წინა საარჩევნო შეხვედრები დაიწყო. ამის მემარჯვენეები პარლამენტის თქმებს აღარ ესწრებიან. დავით გამყრელიძე დღეს ქართული აკადემიის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ საპრეზიდენტო გეგმები გააცნო. იყო კომენტარები და შენიშვნები, რომელსაც გამყრელიძის თქმით ის აუცილებლად გაითვალისწინებს. ეს პირველი შეხვედრა არ არის ჩვენი და მე დღიდან ამ ორგანიზაციის შექმნისა ვცდილობდი ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში ყოფილიყავი და ბევრ თქვენთაგანთან მე მაკავშირებს არა მხოლოდ ქართული აკადემია, არამედ ბევრი სხვა რთული პროცესი, რომელიც მართლაც ამ ბოლო 4 წლის განმავლობაში განვითარდა. თუ მეცნიერებათა აკადემიაში, თუ უნივერსიტეტში, თუ სასამართლო პროცესებზე ჩვენი მეგობრების უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრებისას და ასე შემდეგ. ვინც არ უნდა გახდეს მომავალი პრეზიდენტი, მეორე ძველი არ დარჩება. ყოველ შემთხვევაში ვიმედოვნებ ჩვენთვის იმ კაცმა რაც გაკეთა აგერ ჩანს. უსწრაფესად არის მისაღები ღონისძიებები, რომ განათლება და მეცნიერება დაადგეს სწორ გზას. ეროვნული დამოუკიდებლობის პარტია საპრეზიდენტო არჩევნებში ლეიბორისტების კანდიდატს დაუჭერს მხარს. პარტიის ლიდერის განცხადებით იგი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ გეგმავს და მისთვის ერთადერთი მისაღები კანდიდატი სწორედ შალვა ნათელაშვილია. რამდენიმე დღეში პარტიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტიც გაფორმდება. ეროვნულმა დამოუკიდებლობის პარტიამ მისი ხელმძღვანელის თავმჯდომარის ბატონ ირაკლი წერეთლის მეთაურობით გადაწყვიტა მხარი დაეჭირა ოპოზიციის მთავარი კანდიდატისათვის ბატონ შალვა ნათელაშვილისათვის. დაუყოვნებლივ დავიწყებდი რომ სამაჩაბლოშიც და იგივე აფხაზეთში და მე ვერავითარ იმას რასაც ესე იგი სააკაშვილიც უბედავს ეს ოსები და აფხაზები. ამიტომ მე გადავიფიქრო ჯერ საქართველოს ჭირდება მოღონიერება, ჭირდება უფრო აწონასწორებული, უფრო ასე ვთქვათ ნაკლებად მილიტარისტული პოლიტიკა ამ ეტაპზე. თავქუდ მოგლეჯილი ვიბრძოლებ იმისათვის, რომ ქართველი ერი არ გამოშტერდეს, არ გამოთაყვანდეს და ბადრე პატაკაციშვილი და არა მარტო ბადრე პატაკაციშვილის, ბადრე პატაკაციშვილის 3 კანდიდატი არის წარმოდგენილი. ერთია თვითონ, მეორეა დათო გამყრელი და მესამეა ლევონ გაჩიჩინა. პრეზიდენტის გადადგომა ერთიანი ეროვნული საბჭოს ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა კანცელარიის წინ აქციით აღნიშნეს. მათ მიხეილ სააკაშვილის ფიგურა საჰაერო ბურთებს გამოაბეს და ჰაერში გაუშვეს. აქციის მონაწილეების განცხადებით ამ ფორმით საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს ემშლობება. სოლიუთა და განსახლების სამინისტროში დღეს ახალი მინისტრი წარადგინეს. უწყების თანამშრომლებს კობა სუბელიანი პრემიერ-მინისტრმა გააცნო. ლადო გურგენიძეს თქმით, მიდის აქტიური მუშაობა დევნილთათვის დამატებითი თანხების გამოსაყოფად ამ საქმეში ყველა წვრილმანი მნიშვნელოვანია. განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კობა სუბელიანმა კი თავის მხრივ აღნიშნა, რომ კაბინეტში ჯდომას არ აპირებს დევნილების კომპაქტურად დასახლებულ ადგილებში მან შეხვედრები უკვე დაიწყო. დროა ნამდვილად რომ კობა თავისი ენერგიით და შინით და ხალხთან ინტერაქციის სურვილით და უნარით გასცეს თბილისის მასშტაბებს. ეს ეგრეც მოხდა რეალურად. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს კობასი და ასევე ყოველი თქვენთაგანის. პრინციპში შენობაში ჯდომას არ ვაპირებ. დანარჩენს აპარატი მიხედავს. აუცილებელ შეხვედრებს რა თქმა უნდა ვაწარმოებ ყველა დონორ ორგანიზაციასთან, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რომ დევნილებს დაეხმარონ. მათ მოუხსნე ყველა ბიუროკრატულ პრობლემას და ხელს შევუწყობ, რომ უშუალოდ მე ვიყო მათი ასე ვთქვათ კურიერი იმ საქმეში, რასაც დევნილთა საქმეების განხილვა ქვია და ტოლუთა მდგომარეობის შესწავლის მიზნით კი სოზარ სუბარი პრეზიდენტს მიმართავს. სახალხო დამცველის განმარტებით გიორგი ხევიაშვილის საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო მისი მინისტრობის პერიოდში უწყებამ ვერ შეძლო დევნილთა მდგომარეობის გაუმჯობესება. ომბუდსმენის აპარატში ასევე განმარტავენ, რომ ხევიაშვილის განცხადება მის წინააღმდეგ ცილისწამებლური გამონათქვამების თაობაზე აბსურდული და უსაფუძვლოა. ჩვენ გავაგზავნეთ მიმდინარე წლის 30 აპრილს პასუხები, რომლებიც მივიღეთ ბატონი გიორგი ხევიაშვილისგან, აღმოჩნდა კვლავ მწირი და დაუსაბუთებელი. იძულებული გავხდით კვლავ მიგვემართა საქართველოს პრეზიდენტისათვის და კვლავ დაგვიფიქსირებინა ის დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს დევნილების, რომელსაც ადგილი ჰქონდეს ამის დროს მხრიდან, როცა საქმე შეეხებოდა დევნილების იძულებით გადაადგილებული პირების პრობლემების მოგვარებას.
გორში სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული ახალი შტაბი გაიხსნა. შტაბმა ფუნქციონირება სააგებო რეჟიმში დაიწყო. მისი აუცილებლობა შარშენებთან შედარებით 4-ჯერ მეტმა მოსავალმა განაპირობა. წელს მარტო შიდა ქართლში 105,000 ტონა ვაშლია დასაბინავებელი. დღესვე პეტრესის ქარიშვილმა აგარაში ვაშლის გადაუმუშავებელი ქარხანა დაათვალიერა. საწარმო მეორე ხარისხის კილოგრამ პროდუქტში 8,000 სიხდის. რეგიონში დაახლოებით 4-5 მსხვილი მიმღებია, რომლებმაც ერთობლივად უკვე გადაამუშავეს 45,000 ტონა ვაშლზე მეტი და ეს კონცენტრატი, რომელიც შემდეგ ექსპორტზე გადის, არის ძალიან მაღალი მოთხოვნადი და შესაბამისად მაღალი ღირებულების პროდუქტი, რომელიც ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, ევროპის, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში იყიდება. საკმაოდ მაღალი ღირებულება აქვს, როგორც მეაღვნიშნე. და შესაბამისად ჩვენ შტაბიდან ვიმუშავებთ ასევე სასურსათო ვაშლის რეალიზაციის პრობლემებზეც. დაკავებულია ლესელიძის ქუჩაზე მომხდარი თავდასხმის კიდევ ერთი მონაწილე გიორგი მელაძე რამდენიმე თვიანი ძებნის შემდეგ დე-ფაქტო ხელისუფლების კონტროლირება ტერიტორიაზე აიყვანეს. სპეცოპერაცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პოლიციაში ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის შესახებ ანონიმმა ინფორმაცია დატოვა. გიორგი მელაძე კრიმინალურმა პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად ცხინვალის რეგიონში დააკავა. ის ლესელიძეზე მომხდარი მკვლელობის საქმეში აეჭვმიტანილი. გამოძიების ინფორმაციით მელაძე ერთ-ერთი იყო იმ თავდამსხმელებს შორის, რომლებმაც სავალუტო ჯიხურის გატეხვას სცადეს და პოლიციასთან დაპირისპირების დროს სამართალდამცველი მამუკა გოგოლაძე მოკლეს. არაფერი არ წამოგვიღია ისე. გამოვედით, სოზოს სხვა მიმართულებით წავიდა, მედაზველის სხვა მიმართულებით. გავაჩერეთ ტაქსი, გავაგზავნეთ ტაქსით გზა. ამასობაში უკან პატრულის მანქანა დაგვიდევნა, რომელმაც მოითხოვა გაგვეჩერებინა. ტაქსმა გააჩერა. ჩვენ გადმოვხდით მანქანიდან და პატრულის მიმართულებით მოხდა გასროლა. ბრალდებული გიორგი მელაძის ძებნა 4 თვე მიმდინარეობდა. მისი დაპატიმრება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცხელხაზზე შემოსული ინფორმაციის შემდეგ მოხერხდა. ანონიმი, რომელმაც სამართალდამცველებს ბრალდებულის ადგილსამყოფელი შეატყობინა, პირობის თანახმად ჯილდოს სახით 20,000 ლარს მიიღებს. ინფორმაციის მომწოდებელი პირის ანონიმურობა დაცულია და ეს პიროვნება გასამჯელოს ჯილდოს სახით მიიღებს შესაბამის გასამჯელო თანხას. ლესელიძის ქუჩაზე მომხდარი ყაჩაღობის მცდელობისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის საქმეზე უკვე 11 ადამიანია დაკავებული. აქედან 3 უშუალოდ საქმეში მონაწილეობა ედება ბრალად. 8 კი ინფორმაციის დამალულისთვის პატიმრობაში რჩება. მათ შორის არიან შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებიც. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილ გიორგი მელაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ჯერ კიდევ იძებნება საქმეში მონაწილე მესამე ბრალდებული ზვიად ტაბუცაძე.